ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნიპას ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლეს. დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში დაავადების 5 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მათთან შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა 196 პირი კარანტინის ზონებში მოათავსეს და შესაბამისი კვლევები ჩაუტარეს. ნიპას ვირუსი პირველად 1998 წელს მალაიზიაში დააფიქსირეს, რასაც ქვეყანაში აფეთქება მოჰყვა. ჯანსაღმოსავლური მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ვირუსი ებოლას მსგავს კატეგორიას განეკუთვნება და მაღალი სიკვდილენობით გამოირჩევა. ადამიანებს კი იშვიათად ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით გადაეცემათ. დაავადების წყარო არიან ღამურები, ვირთხები და ღორები. ამასთან ვირუსს არ აქვს კონკრეტული სიმპტომები და ის სეზონურ გრიპს გავს, სიცხის, თავისი და კუნთების დამახასიათებელი ტკივილი, თუმცა გაცილებით სახიფათო არის შემდგომი გართულებები, მათ შორის ტვინის ანთება, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კი შესაძლოა სხვა ნევროლოგიური დარღვევები ან უკიდურეს შემთხვევაში კომა მოჰყვეს. ამ ეტაპზე ნიპას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. სპეციალისტების თქმით, ვირუსის აღმოჩენის დღიდან ის არ დაფიქსირებულა აზიის მიღმა სხვა სახელმწიფოებში, ასევე მინიმალურია მისი მსოფლიოში ფართოდ გავრცელების რისკი, ისევე როგორც მაგალითად კორონავირუსის. ინფიცირების რისკის თავიდანაცილების მიზნით ინდონეზიამ და ტაილანდმა მსხვილ აეროპორტებში გააძლიერეს გზავრთა მონიტორინგი და დაიწყეს მათი თერმოსკრინინგი. ჩინეთმა კი სპეციალური ზომები მიიღო ინდოეთთან სასაზღვრო ზონაში.